გამარჯობა, თამაშში გასწავლით როგორ შეიძლება Windows Media Player-ის სხვა სკინების გადმოწერა და დაყენება. ამის საჭირო შევიდეთ გვერდზე. მე ამ გვერდის ლინკს მოვყოლებ ახსერში, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და გადმოიწეროთ თქვენი დასრულებული სკინები. კარგი, დავიწყოთ. აქ არის საცილო კატეგორიები, ანუ თამაშების, ვიდეოები და ამავე. L skin ანუ მასში თუ შევალთ, ნახავთ ყველა სკინს. კარგი, შევიდეთ L skin-ში. აქ არის კლიანტ ყველა სკინი, რაც თუ არის Windows Media Player-ის. ავირჩიოთ ნებისმიერ, მაგალითად ავირჩიოთ AES. დავაჯეროთ download. ეს ძალიან მარტივად. გადმოიწერება, დავუბრუნდეთ გადმოწერას. სკინი გადმოწერილია, ახლა მოდი შევიდეთ. დავაჯეროთ მას AES. და view now. როგორც ესეთი რამ არის, შეგვიძლია გავჩიოთ. ნუ მუსიკას თუ ჩავარდოთ, შეიძლება შეიძლება ესეთი ხმა და შემდეგ დაიწყება მუსიკა. ნუ როდესაც შემდეგ მეორე მუსიკა ჩავარდოთ, ესეთი ხმა აღარ იქნება. კარგი, კიდე გადმოიწევთ რომელიმე მაგალითად იყოს მაგალითად აი ეს. დავაჯეროთ download. დავაბრუნდეთ. ფაილი გადმოწერილი, ახლა მოდი დავაინსტალიროთ ეს. View now. მოდი ახლა გაჩვენეთ მუსიკის ჩარტვის შემდეგ როგორ იქნება ეს. კარგი, ჩვენ უკვე დავაყენეთ ეს ყველაფერი, მოდი ახლა ჩავარდოთ ნორმალური მუსიკა. არა ეცამით. ნუ შინახოთ ვებსაიტ ვორსები. download განყოფილებაშია. download. Now. Nice. ახლა ჩავარდოთ ახლა ნორმალური მუსიკა. მოგეთ, ძალიან კარგია როგორც ხედავთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ გადმოიწეროთ ან აირჩიოთ კატეგორია. აქ არის კატეგორიები ასევე, თამაშების, სოფლიო თამაშების სკინები იქნება და შემდეგ მოგეთ ნებისმიერს გადმოიწერთ. ვიდეო მით დასრულებულია, იმავე ყურებისათვის გამოიწერეთ ჩემი არხი და დაერქვით ახალ ვიდეოებს.